თავი მეცხრე. რატომ არ ძალუძს წუთისოფელს მისი მიღება? ჭეშმარიტების სულს, ვისი მიღებაც არ შეუძლია სოფელს. იოანე 14:17. ქრისტიანული რწმენა ახალ აღთქმაზე დაყრდნობით გვასწავლის, რომ ეკლესია და წუთისოფელი ურთიერთთან სრულ თეზ და ანტითეზურ დამოკიდებულებაში არიან და მათ შორის მკვეთრად გამოხატული კონტრასტია. ამ საკითხზე უკვე იყო მოკლედ საუბარი წინა თავში, მაგრამ იგი იმდენად მნიშვნელოვანია მაძიებელი სულისთვის, რომ ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ამ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ და უფრო საფუძვლიანად ჩავუღრმავდეთ. მერწმუნეთ ამის საჭიროება მართლაც რომ მეტად დიდია. თქმა იმისაა, რომ დღესდღეობით ჩვენი უბედურება სათავეს იღებს ჩვენივე მცდელობიდან. გაიდოს ხიდი უფსკრულზე ორ მოპირდაპირე მხარეთა შორის ლუკა 16:26 და რომ ყველანაირი ბიბლიური პრინციპის დარღვევით ჩვენ და სავალალოდ მოხდა ეკლესიისა და წუთისოფლის უკანონო ქორწინება, მეტი არაფერია თუ არა რელიგიური ბანალობა. სინამდვილეში ჭეშმარიტ ეკლესიასა და ამ ქვეყნიერებას შორის ვერანაირი კავშირი ვერ დამყარდება. მათი თანხმობა წარმოუდგენელია. როდესაც ეკლესია ხელშეკრულებას დებს წუთისოფელთან და მასთან ერთიანდება, მაშინ იგი უკვე აღარ არის ეკლესია, ამ სიტყვის ღვთიური გაგებით, არამედ საცოდავი და გაუბედურებული ჰიბრიდი, რომელიც ქვეყნიერებისთვის დაცინვის საგანია, ხოლო უფლისთვის კი სიბილწე. წყდიადი, რომელშიც ბევრი, უფრო ზუსტი ხომ არ იქნებოდა გვეთქვა უმრავლესობა ქრისტიანი დადის ჩვენს დროში, არ არის გამოწვეული ბიბლიის რომელიმე ნაწილის ბუნდოვანებით ან გაურკვევლობით. თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანის დამოკიდებულება წუთისოფელთან, წარმოუდგენელია უფრო ნათლად გადმოსცე, ვიდრე ეს წმინდა წერილებშია მოცემული. დაბნეულობა შედეგია იმისა, რომ ეგრეთ წოდებულ მორწმუნეებს არ სურთ აღიარონ, რომ ისინი უფლის სიტყვებს არასერიოზულად ეკიდებიან. ქრისტიანობა ისი აირია, აიბურდა და ჩაიხლართა, მიწიერ წარმავალ ამაოებებთან, რომ მილიონობით ხალხი ვერც კი ხვდება თუ რაოდენ რადიკალურად დაშორდნენ ისინი ახალი აღთქმის ნიმუშს. ყველგან კომპრომისია. წუთისოფლის ეგრეთ წოდებული იმიჯი გარეგნულად ისია შეთეთრებული და მისი სახელი გულმოდგინედ რეაბილიტირებული, რომ ბრმების ინსპექციას თუ გაუძლებს მხოლოდ. ხოლო ეს ბრმები ქრისტიანობაზე აცხადებენ პრეტენზიას, დიდი მორწმუნეები ვით პოზიორობენ და ამასთანავე დღენიადაც ცდილობენ აღიარებული იქნენ წუთისოფლის მიერ. ასეთი პიროვნებები ორმხრივი დათმობით თავს უფლის მსახურებს უწოდებენ და თან მშვენივრად ახერხებენ გულითადი ურთიერთობა იქონიონ ისეთი კატეგორიის ხალხთან, რომელთაც ღმერთის მიმართ ჩუმიზიზღისა და აბუჩა დამგდები უგულებელყოფის მეტი არაფერი გააჩნიათ. ამ ყველაფრის არსი აუცილებლად სულიერი კუთხით უნდა იქნეს მოაზრებული. ჭეშმარიტი მორწმუნე ქრისტიანია არა ეკლესიური манипуლაციებით, არამედ ახლიდან დაბადებით და უფლის წმინდა სახელს ქრისტიანისა იგი ატარებს მხოლოდ და მხოლოდ მასში დავანებული სულიწმინდის წყალობით. სულიერი მხოლოდ ის არის, ვინც სულით იქნა შობილი. ხორცი ვერასოდეს გარდაიქმნება სულად, რაც არ უნდა დიდმა და წარჩინებულმა ეკლესიის მოღვაწეებმა იზრუნონ ამაზე. მირონცხება, ნათლობა, ზიარება, აღმსარებლობა, ვერც ერთი ამათგანი ცალკე აღებული, ან კიდევ სულაც ყველა ერთად ვერ გარდასახავს ხორცს სულად და ვერც ადამიანის შვილს აქცევს ღვთისძედ. რაკიღაშვილები ხართ, წერდა პავლე მოციქული გალატელებს, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს, აბა მამაო, გალატელთა 4:6, ხოლო კორინთელებს მისწერა. საკუთარი თავი გამოსცადეთ თუ ხართ რწმენაში, შეამოწმეთ თქვენი თავი. ნუ თუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რომ თქვენშია იესო ქრისტე, თუ არა და მაშ გამოცდას ვერ უძლებთ. მეორე კორინთელთა 13:5. რომაელებს კი ასე მიმართავს. თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუ კი ღვთის სული დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არ აქვს, იგი არც არის მისი. რომაელთა 8:9. დაბნეულობის საზარელი არეალი, რომელიც ასე აშკარაა ქრისტიანული გაერთიანების ცხოვრებაში, ერთ დღეში გაუჩინარდებოდა, თუ იესოს მიმდევრები უბრალოდ ქრისტეს გაყვებოდნენ და არა ერთი მეორეს. ჩვენი უფალი ხომ ასე ნათლად და ცხადად გვიხსნის თავის სწავლებაში მორწმუნისა და ქვეყნიერების ურთიერთდამოკიდებულებას. ერთხელ, როდესაც უფალმა თავისი გულწრფელი, მაგრამ ჯერ კიდევ სულით გასხივოსნებას მოკლებული ძმებისგან დაუდევარი და ხორციელი რჩევა მიიღო, მან უპასუხა: ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, თქვენი დრო კი ყოველთვის მზად არის.
წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ბძულ ვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია. იოანე 7:6-7. ამით იესომ თავისი ხორციელი ძმები ამხილა იმაში, რომ ისინი ცოდვილ სამყაროს ემხრობოდნენ. მოახდინა რა მათი იდენტიფიცირება წუთისოფელთან და განუცხადდა, რომ თვითონ და ძმები სხვადასხვა სულისანი იყვნენ. ქვეყნიერებას ძულდა უფალი, მაგრამ არ შეეძლო შეეძულებინა მისი ძმები, რადგან წუთისოფელი თავის თავს ვერ შეიძულებდა. ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც დაიყოფა თავისივე თავის წინააღმდეგ, დაიქცევა. მათე 12:25. ადამის სახლი თუ თავის ერთგული არ დარჩა, იგი გაბარდა ხდება. შესაძლოა ხორციელი ძენი ერთმანეთში კი ნკლავდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში არსით ისინი მაინც ერთნი არიან და ურთიერთთან თანხმდებიან. როდესაც ღვთის სული გადმოდის ხსნილ ადამიანზე, იგი სრულიად უცხო ხდება გარეშეთათვის. უფალმა თავის მოწაფეებს უთხრა: თუ თქვენ წუთისოფელს ძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა. თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რა კი არა ხართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს. იოანე 15:18-19. პავლე მოციქულმა აუხსნა გალატელებს განსხვავება მონასა და თავისუფლის ძეს შორის. და როგორც მაშინ ხორციელად შობილის დევნი და სულით შობილს, ასევე ახლაც. გალატელთა 4:29. ასე რომ მთელ ახალ აღთქმაში მკვეთრი გამიჯნავი ხაზია გავლებული ეკლესიასა და ქვეყნიერებას შორის. არ არსებობს რაღაც შუალედური გარდამავალი ზონა. უფალი არ ცნობს ზოგიერთების შემრიგებლურ პოლიტიკას, რომლებიც ვითომდაც იმიტომ ეთანხმებიან, რომ არ დაეთანხმონ. ვინაიდან კრავის მიმდევრებს არ ძალუძთ აითვისონ წუთისოფლის გზები და ქვეყნიერების ბილიკებზე ციარონ. ჭეშმარიტ ქრისტიანსა და წუთისოფელს შორის უსკრული ძალზედ ღრმა არის. სწორედ ისეთივე დიდი და თვალმიუწვდენელი, როგორც ეს გლახაკ ლაზარესა და მდიდარ შორის იყო. ლუკა 16:26. ეს იგივე უსკრულია, რომელიც მიჯნავს გამოსყიდულ ღვთისშვილების სასუფეველს დაცემულ ადამიანთა ქვეყნიერებისგან. ვიცი, რომ ზემოაღნიშნულს ბევრი შეეწინააღმდეგება და გულის სიღრმეში ვგრძნობ კიდეც, თუ რაოდენ შეურაცმყოფელი უნდა იყოს ამგვარი სწავლება მიწიერი სამწყსოს ურიცხვი წარმომადგენლისათვის, რომლებიც ტრადიციული ფარეხის გარშემო პირუტყვებივით დაბორიალობენ და ურჩი ცხრებივით ბღავიან. ისიც კარგად მესმის, რომ თავს ვერ დავაღწევ დაბნეული რელიგიონისტების ბრალდებას, თითქოს და ფანატიკოსი ვიყო. ისინი ხომ შეუწყნარებლები არიან მსგავს სიტუაციებში. თვითონ კი იმედი აქვს, რომ უბრალოდ ფარეხთან სიახლოვით და გარეგნული ურთიერთობით უწყინარ და მორჩილ ცხრებად გადაიქცევიან. დროა თვალი გაუსწოროთ მკაცრ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანები ქრისტიანები არ ხდებიან, მხოლოდ ეკლესიაში სიარულით ან მრევლთან მეგობრული დამოკიდებულების ქონით. არც რაიმე თაყვანისცემის რიტუალი უშველით და არც კიდევ რელიგიურ ინფორმაციული განათლება. პიროვნება ქრისტიანად მხოლოდ მაშინ მოგვევლინება, როდესაც მის სულში და არსებაში ღვთის სულიწმიდა შეიჭრება ახლიდან შობით და მთლიანად დაიპყრობს მას. ადამიანი ჭეშმარიტად ქრისტიანი გახდება თუ არა, იგი უკვე ახალი რასისა და გვარის წარმომადგენელია. თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდაერი, წილხვედრილი ხალხი. ოდესღაც არა ხალხი იყავით, ახლა ღვთის ხალხი ხართ. ოდესღაც არა შეწყალებულნი, ახლა შეწყალებულნი ხართ. 1 პეტრე 2:9-10. ოსია 1:9, 2:1-2:25. ამ მუხლების ციტირებისას არანაირი სურვილი არ მქონია, ისინი კონტექსტიდან მომეგლიჯა ან მკითხველის ყურადღება ჭეშმარიტების ერთი მხარიდან მეორეზე გადანეტანა. ეს ისედაც ნათელია, ვინაიდან ზემოთ მოყვანილ ბრწყარებში მოცემული სწავლება ჰარმონირებს ახალი აღთქმის ჭეშმარიტებასთან და ადასტურებს, რომ თავისი არსით იგი ერთი და განუყოფელი მთლიანობაა. ეს იგივეა ჭიქით ზღვიდან წყალი რომ ამოიღო. მართალია ჭურჭელში მთელი ოკეანის სითხე არ აღმოჩნდება, მაგრამ იგი ნამდვილად იქნება ზღვის წყლების უტყუარი სინჯი, რომელიც სრულ თანხმობაშია მის დანარჩენ მოცულობასთან. სირთულე თანამედროვე ქრისტიანისთვის ბიბლიის გაგებაში კი არ მდგომარეობს, არამედ ჩვენი მოუთვინიერებელი გულების სიჯიუტეში. წმინდა წერილებში მოცემულ ნათელ და მარტივად აღსაქმელ სწავლებას წმენით რომ არ ვღებულობთ. საყოველთაო პრობლემაა, როგორმე დავიყოლიოთ ჩვენი წუთისოფლის მოყვარული ჭკუაგონება, რომ იესო მიიღოს და იწამოს თავის მეუფეთ არა მარტო სიტყვით,
არამედ ფაქტიურადაც, ჩვენს ყოველდღიურ რეალურ სინამდვილეში. ვინაიდან ერთია, უფალოს ძახილი და სულ სხვა რამეა დამორჩილდე მის ცნებებს. ჩვენ შესაძლოა მღეროდეთ, აკურთხეთ უფალი ყოვლის მპყრობელი და ვხარობდეთ სადღესასწაულოძლიერად მჟღერი ორღანის ხმამაღალი ტონების ფონზე ჰარმონიული ხმების სასიამოვნო მელოდიის მოსმენისას, მაგრამ სულის სახსნელად არც არაფერი გქონდეს გაკეთებული. პირველეს ყოვლისა ჩვენ ხომ წუთისოფლის მიტოვება მოგვეთხოვება სულში გასუფთავებული გონებით, რათა ჩვენი მზერა მიპყრობილი იყოს ღვთისზეციური ქალაქისკენ, მიუხედავად ყურადღების გამფანტავი მძიმე პრაქტიკული რეალობისა. და როდესაც რწმენა მორჩილებად იქცევა, სწორედ მაშინ შეგვეძლება მას ჭეშმარიტი რწმენა ვუწოდოთ. ამა ქვეყნის სული საკმაოდ ძლიერია. იგი ჩვენ გვეწებება და გვეკვრის, როგორც თამბაქოს მბოლისუნი გაუჯდება და გაჟღენს ხოლმე ტანის ამოს. მან შეიძლება სახე იცვალოს, რათა შეძლების დაგვარად ყველანაირ გარემოებას საუკეთესოდ მოერგოს და ამგვარად ბევრი გულუბრყვილო და მიამიტი ქრისტიანი შეაცნიოს, რომელთა გრძნობაც ჩვევით გაწაფული არ არის კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. ებრაელთა 5:14. წუთისოფლის სულმა შეიძლება რელიგიურობანაც ითამაშოს და თანაც გარეგნულად ისე ჩანდეს, თითქოს ეს მთელი გულწრფელობით ხდებოდეს. ამ დროს მისთვის დამახასიათებელია სინდისის შეწუხებით გამოწვეული შეტევები, განსაკუთრებით წინასააღდგომო დიდი მარხვის პერიოდში. და შედეგად შესაძლოა ფართო საზოგადოებრივ პრესაში თავისი ბოროტი ცოდვებიც კი მოინანიოს საჯაროდ. იგი მზადაა ხმამაღლა ხოტბაში აცხას ეკლესიას და ტყავში გაძრობამდე კუდის კიცინით მლიქვნელურ ქლესაობას მოხვეს მისი მისამართით. თუ დასჭირდა წუთისოფლის მაცდური და გაიძვერა სული, ქველმოქმედებასაც უშურველად გაიღებს და ღარიბ ღატაკთათვის ტანსაცმლის შეგროვების საქმესაც შესაშური გულმოდგინეობით აქტიურად ჩაუდგება სათავეში. ოღონდაც ქრისტენო იქნება მისი მეუფე და დე დისტანციაზე სადღაც მოშორებით იყოს მისგან იესო. უფლის სიახლოვეს და ღვთის ძალაუფლების გავრცელებას მასზე წუთისოფლის სული ვერანაირ შემთხვევაში გარწმუნებთ ვერ აიგანს. ხოლო ქრისტეს ჭეშმარიტი სულის მიმართ იგი მუდამ აშკარა ანტაგონიზმს ამჟღავნებს. მსოფლიოს პრესა, რომელიც წუთისოფლის ქადაგია, იშვიათად თუ იქნება ობიექტური ღვთისშვილის მიმართ. თუნდაც ყველა ფაქტი აშკარად ქრისტიანის სასარგებლოდ მეტყველებდეს, მაინც სტატიისა თუ საეთერო შეტყობინების ტონი მიდრეკილი იქნება, მოვლენას ირონიული, დამცინავი და ქედმაღლური შეფასება მისცეს. ამ დროს ხშირად გაიჟღერებს ხოლმე უპატივცემულობის, აბუჩადაგდებისა და ზიზღის ნოტი, რომელიც გაუვარჯიშებელი ყურისთვისაც კი საკმაოდ იოლადაა აღსაქმელი. წუთისოფლის ძენიც და ღვთისშვილებით სულით არიან მონათლულები, მაგრამ ამა ქვეყნის სული და სულიწმიდა, რომელიც მაღლიდან შობილ, ხსნილ ადამიანთა გულებში არის დავანებული, ისევე არიან დაშორებულნი, როგორც ჯოჯოხეთი და სამოთხე. ისინი არა მარტო სრულიად საპირისპირო ნიშან-თვისებებით გამოირჩევიან, არამედ ერთმანეთის მიმართ სასტიკ ანტაგონისტურ დამოკიდებულებაშიც არიან. წუთისოფლის ძისთვის სულიწმიდის საქმეები, ან სასაცილო და აბუჩადასაგდები სასეირო საგანია, რომელსაც იგი თავის შესაქცევად და გართობისთვის იყენებს, ან დაუბრალოდ მისთვის ეს იმდენად უინტერესო და უშინაარსოა, რომ მის შესახებ რამის მოსმენისას იგი თავს უბრალოდ მოწყენილად გრძნობს. მაგრამ შვინვერი ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, ვინაიდან უგუნურებად მიიჩნევს და არც ძალუძს შეცნობა, რადგან ეს სულიერად არის განსასჯელი. 1 კორინთელთა 2:14. იოანე მოციქულის პირველ ეპისტოლეში ორი სიტყვა, ისინი და თქვენ, ძალიან ხშირად მეორდება. ცხადია, რომ ეს სიტყვები ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროს შეესაბამება. ისინი გულისხმობს ადამიანის ცოდვით დაცემულ შვილთა ერთობლიობას, ხოლო თქვენ კი მოიცავს რჩეულ პიროვნებებს, რომლებმაც ნებაყოფლობით ირჩიეს ქრისტეს გახოლოდნენ. იესოს საყვარელი მოწაფე არავითარ შემთხვევაში მუხს არ იდრეკს პატარა ღმერთუკას წინაშე, რომელსაც ტოლერანტობა ჰქვია. რაოდენ სამწუხაროა, რომ ჩვენს დროში ეს საძაგელი ბომონი, სხვაგვარად ყალბის შემწყნარებლობის სახელით რომ არის ცნობილი, ამერიკაში მეორედ ზედაპირულ რელიგიად ქცეულა და ეგრეთ წოდებულ ეკლესიურ პიროვნებათა დიდი უმრავლესობის სათაყვანებელი კერპი გამხდარა. იოანე მოციქული კი მის მიმართ უკმეხად შეუწყნარებელია. უფლის უმრწემესმა მოწაფემ კარგად იცის, რომ ტოლერანტობის მიღმა სინამდვილეში ინდიფერენტულობა, ანუ გულგრილობა და სულერთია დამოკიდებულება იმალება. დაუმახინჯებლად რომ მიიღო იოანეს სწავლება, მართლაც რომ ძალზე თამამი, მხნე და გამბედავი, ძლიერი რწმენა უნდა გაგაჩნდეს.
გაცილებით იოლია ჭეშმარიტებასა და სიყალბეს შორის გავლებული გამიჯნავი ხაზი გააბუნდოვანო და ამგვარად შეურაცხყოფა არც ერთ მხარეს არ მიაყენო. ამ დროს როგორც წესი ღვთისმოსაობის ელფერის მქონე განზოგადებას მიმართავენ ხოლმე და სიტყვა ჩვენის ხმარება უფრო უსაფრთხოდ უჩანთ, რომელშიც ორივე მხარეს გულისხმობენ, ქრისტიანებსაც და ურწმუნოებსაც. მაშინ გაახსენდებათ ხოლმე, რომ ღმერთი კაცობრიობის მამაა და იქვე სასწრაფოდ ყველას მიათვლიან ხოლმე სახელგავარდნილი მკვლელიდან დაწყებული, ჯეკი მფატრავი რომ დაარქვეს მეტსახელად, დანიელ წინასწარმეტყველით დამთავრებული. ასე შეურაცხყოფილი არავინაა და ყველა საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს, თითქოს პირდაპირ სამოთხეში შესაბრძანებლად გამზადებული იყოს. მაგრამ კაცი, რომელიც თავისი ყრმობისას იესოს მკერდზე თავს აყრდნობდა და ყურს მიუგდებდა, იოანე 13:23-21-20, ასე ადვილად არ მოტყუდებოდა. მან ადამიანთა მოდგმა ორბანაკად გაყო და მათ შორის მკვეთრი ხაზი გაავლო, რომლის ერთ მხარეს ხსნილები აღმოჩნდნენ, მეორე მხარეს კი დაღუპულები. ამგვარად იოანემ განაცალკევა ღვთის სულიერი შვილები, რომლებიც აღდგომისას საზღაურად საუკუნო ნეტარებას მიიღებდნენ. სხვებისგან ვინც თავად უარყვეს, გადარჩენა და უსასოობისა და სასოწარკვეთის ჭაობში ჩასაძირად განწირულები აღმოჩნდნენ საბოლოოდ. ერთ მხარეს არიან ისინი, უღმერთონი, უფალი რომ ვერ შეიცნეს, ხოლო მეორე მხარეს კი თქვენ, თუ პირის ნაცვალ სახელს შევცვლით, ამ უკანასკნელში შეგვიძლია ვიგულისხმოთ ჩვენ. და ამ ორ შორის კი ზნეობის ისეთი უშველებელი და ფართო უფსკრულია, რომ არც ერთ ადამიანს მასზე გადასვლა არ შეუძლია. აი როგორ აყალიბებს ამას იოანე მახარობელი. თქვენ ღმერთისაგან ხართ შვილნო და სძლიეთ ისინი, ვინაიდან ის ვინც თქვენშია უფრო მეტია მასზე, ვინც წუთისოფელშია. ისინი წუთისოფლისანი არიან, ამიტომაც წუთისოფლისას ლაპარაკობენ და წუთისოფელიც ყურს უგდებს მათ. ჩვენ ღვთისგან ვართ. ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს ჩვენ, ხოლო ღმერთის არ ვცოდნე არ გვისმენს ჩვენ. ამით ვიცნობთ ჭეშმარიტების სულს და ცდომილების სულს. 1 იოანე 4:4-6 ჩათვლით. გადმოცემის ამგვარი ენა ძალზედ ნათელი და გასაგებია. ამ უხლების წაკითხვისას შეუძლებელია ჭეშმარიტების გულწრფელად მაძიებელი ადამიანი დაიბნეს, ან თავგზა აერიოს. ჩვენი პრობლემა საღვთო წერილის გაუგებრობაში კი არ მდგომარეობს, არამედ კვლავაც გავიმეორებ, მიზეზი საჭიროა ჩვენს რწმენა ურწმუნოებასა და მორჩილება მიამბოხეობაში ვეძიოთ. საკითხი არის მის თეოლოგიური კითხვით, თუ რას გვასწავლის იოანეს ეპისტოლედან მოყვანილი ეს ციტატა. არამედ საქმე ეხება ჩვენ ზნეობრივ და ეთიკურ არჩევანს. მაქვს თუ არა სურვილი ვიწამო იგი? მორჩილად დავრჩები თუ არა ერთგული იმ შედეგების, რომლებიც მისგან გამომდინარეობს? ავიტან თუ არა ოპონენტების ცივ დაამბურძგლავ თავხედურ ცქერას? მეყოფა კი გამბედაობა და გულადობა, რომ გავუძლო ლიბერალთა გამანადგურებელ კრიტიკას და ხელჩართულ ხმალამოწვრილ შეტევას? გავბედავ, რომ თავს დავიტეხო იმ ადამიანების ზიზღი და სიძულვილი, რომლებიც თავს საჯაროდ შეურაცხყოფილად იგრძნობენ ჩემი პოზიციისა და დამოკიდებულების ხმამაღალი განცხადებით. გამაჩნია კი დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, რომ მეტგრად დაუპირისპირდე პოპულისტური რელიგიის შეხედულებებს და დავრჩები სულიწმიდით ბოძებული მოციქულის სწავლების ერთგული ბოლომდე. ან კიდევ მოკლედ რომ ვთქვათ, თანახმა ვარ ვიტვირთო ჯვარი და არ დავიხევ უკან, რაც არ უნდა სირცხული და შეურაცხყოფა მერგოს სტილად, საკუთარი სისხლის დაღვრაც რომ მომიწიოს. ქრისტიანი მოწოდებულია გამოეყოს წუთისოფელს, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ სწორად გვესმის თუ რა იგულისხმება ამ ცნებაში. უფრო სწორედ მნიშვნელოვანია გავარკვიოთ თუ რას გულისხმობს თავად ღმერთი სიტყვაში წუთისოფელი. დიდია ალბათობა, რომ ჩვენ თავში პირველად მისი გარეგნული გამოხატულებანი მოგვივიდეს და ამით მხედველობიდან გაუშვათ მისი ნამდვილი არსი. თეატრი, კაზინოებში ბანკოს თამაში, მოჭარბებული ალკოჰოლი, აზარტული ბირჟის სპეკულაციები, ისინი არ არის წუთისოფელი. ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ ქვეყნიერების გარეგნული გამოვლინებებია. ჩვენ ომი გვაქვს არა მათთან ან წუთისოფლის გზებთან, არამედ მის სულთან. ეფესელთა 6:12. რადგან ადამიანი გადარჩენილია იგი ქრისტეს მიღებით თუ დასაღუპად განწირული საკუთარი ბოროტი არჩევანით, თავისი არსით სულია. ახალ აღქმაში მარტივად რომ ვთქვათ, სიტყვა წუთისოფელში იგულისხმება ისეთი ადამიანური ბუნება, რომელიც მაღლიდან არ დაბადებულა. არ აქვს მნიშვნელობა იგი სამი კიტნოში იქნება თუ ეკლესიის შენობა ნაგებობაში. ყველაფერი ის, რაც დაცემული ქმნილების გადაგვარებულ ზნეს ახასიათებს, რაც მისგან აღმოცენდება, მასზე შენდება,
ყველაფერი ეს წუთის სოფელია. მიუხედავად იმისა, მას მორალურად არაკეთილშობილურს უწოდებენ თუ ამ ქვეყნიური საზომებით საპატიოს. ძველი დროის ფარისევლები, თუმცა მეტად მოშურნენი და თავდადებულნი იყვნენ რელიგიისადმი, თავისი არსით წუთის სოფელს მიეკუთვნებოდნენ. სულიერი პრინციპები, რაზეც ამ განშტოების წარმომადგენლები აფუძნებდნენ თავის სისტემას, მაღლიდან კი არ იყო, არამედ სათავეს დაბლა, ცოდვით დაცემულ სამყაროში იღებდა. იესოს წინააღმდეგაც მათ ადამიანური ტაქტიკა შეიმუშავეს. მდელმთავრებმა და უხუცესებმა ისევ მიწიერი ადამიანები მოისყიდეს, რათა ჯარისკაცებს ტყუილი ეთქვათ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. მათე 28-11-დან 15-ის ჩათვლით. ვითომ ღმერთს იცავდნენ და ეშმაკებივით კი იქცეოდნენ. პრეტენზიას აცხადებდნენ, რომ ყველაფერში ღვთის წერილებით ხელმძღვანელობდნენ, სინამდვილეში ბიბლიის სწავლებებს თავისი საქციელით იგნორირებას უწევდნენ და უფრო მეტიც, შეურაცხყოფასაც კი აყენებდნენ. მწიგნობრებთან ერთად ისინი თავის შეკოწიწებულ თეორიას ძირს უთხრიდნენ, ვითომდაც მის გადასარჩენად. სიყვარულის რელიგიის სახელით ფარისევლებს ბრმა სიძულვილისთვის მიეშვათ სადავები და მათ გულებში შურს, ბოღმასა და ბოროტებას დაესადგურებინა. ფაქტიურად მათი სახით ჩვენ წინ წარმოგვიდგება წუთის სოფელი, რომელიც ასე გააფთრებით, სასტიკად და ულმობელად იცავს თავს ღმერთისაგან. ფარისევლებში მოქმედი სული იმდენად გამძვინვარებული იყო, რომ მოსვენებას ვერ პოულობდა, სანამ თავად ღვთისძე არ მოაკვდინა ძელზე. მათი მამოძრავებელი ბოროტის სული იესოს სულის დაუძინებელი, ავიდა ღვარძლიანი მტერი იყო. და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ორივენი სხვადასხვა, არსით საპირისპირო სამყაროს ზედმიწევნით სრულყოფილი, ასე ვთქვათ, დისტილირებული წარმომადგენლები იყვნენ. ჩვენ და სავალალოდ თანამედროვე ბიბლიის მასწავლებლები უფლის ქადაგებას მთაზე სხვა კუთხიდან განიხილავენ. წმიდა წერილების ჭეშმარიტებებს უგულებელყოფენ და ამგვარად ეკლესიას ღვთის სწავლებას ართმევენ. ამით მათ წარმოდგენაც კი არა აქვთ, თუ რაოდენ დიდ ბოროტებას ჩადიან. ვინაიდან არ ესმით, რომ მთის ქადაგება განახლებული და მაღლიდან შობილი ადამიანებისთვის ღვთის მიერ ნაბოძების სასუფევლის მოკლე მახასიათებლებს აყალიბებს. კურთხეული ღატაკნის სულით, რომლებიც თავის ცოდვებს გლოვობენ და სამართლიანობა გულით წყურიათ, ღმერთის სამეფოს ჭეშმარიტი შვილები არიან. თვინიერებით სულით ხორცამდე გამსჭვალულები, ისინი მოწყალებით ეპყრობიან თავის მტრებს. უწყინარი გულწრფელობითა და ნეტარებით სავსენი თავის მზერას ღმერთისკენ აღაპყრობენ და მტრებით გარშე მოტყმულნი განააგინებენ მათ, არამედ ლოცავენ. ზომიერი თავდაჭერილობით ისინი თავის კეთილ საქმეებს, აფიშირებას არ უწევენ. მოკიშპეებს, რომლებიც აიძულებენ მათ ერთ მილზე წახვნენ, ორ მილს სიყვარულით მიყვებიან და პატიობენ მათ, ვინც მათ წინააღმდეგ სცოდავენ. ნეტარი ქრისტიანები თავისუფალს დაფარულში მთელი გულით ემსახურებიან და მოთმინებით ელიან, თუ როდის მიუძღავთ იესო მათ ცხადად. მიწიერ სარჩო-საბადებელსა და ქონებას ისინი უფრო იოლად თმობენ და გულხვად გასცემენ ნაცვლად იმისა, რომ ძალადობას მიმართონ და ისე დაიცვან წუთისოფლის საკუთრებანი. ეს იმიტომ, რომ საგანძურს ისინი ცათასასუფეველს შეაგროვებენ. ცდილობენ თავი აარიდონ შექებასა და მათი მისამართით გამოთქმულ ხოტბადიდებას და მოთმინებით ელოდებიან იმ დღეს, როდესაც გამჟღავნდება თუ ვინ არის უფლის განჩინებით უდიდესი ცათასასუფეველში. თუ ჩვენი შეხედულება ჭეშმარიტ რწმენაზე ყოველივე ზემო აღნიშნულთან თანხმობაში მოდის, მაშინ რაღა ვთქვათ, როცა ვხედავთ, რომ ერთი ადამიანი, რომელიც ქრისტიანობას იჩემებს, ეკიშპება მეორეს უბრალოდ რაღაც ადგილისა და თანამდებობის გულისთვის. რა უპასუხოთ მათ, როდესაც ვხედავთ, თუ როგორი მოწადინებით მოელიან ისინი ჩვენგან შექებასა და აღიარებას? როგორ გავამართლოთ ზოგიერთი მათგანის პოპულარობის ჟინიანი წყურვილი, რომელიც ასე თვალის მომჭრელად ნათელი და აშკარა დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ქრისტიან ლიდერებს შორის? რაღა ვთქვათ სხვადასხვა საეკლესიო წრეების პოლიტიკურ ამბიციებზე? აკიდევ ნერვიული თრთოლითა და ხარბით ხელებით გაწვდილ ხელზე, რომელიც უფრო მეტ და დიდ სიყვარულიან შემოწირულობებს მოითხოვს. რა მოუხერხოთ ამ უსირცხვილო ეგოიზმს, რომელიც ზოგიერთ თავკერძა ქრისტიანს ახასიათებს? ან რით ავხსნათ ის გარემოება, როდესაც წირვაზე ვითომ და ბითუმად დამსწრე მრევლის რიცხვი ზოგჯერ კოლოსალურ ციფრებამდეა გაბერილი და სატრაბახო კრიტერიუმი ხდება, ხან ერთი და ხანაც მეორე პოპულისტი ლიდერისთვის? რაღა ვთქვათ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ფულიანი ხელების პირფერულ ლოშნას წარჩინებული სარწმუნო დიპლომიანი სახარების მქადაგებელთა მიერ? ამ კითხვებზე პასუხი ერთადერთია. მარტივად რომ ვთქვათ,
ყოველივე ზემოთ აღნიშნულში და სხვა კონკრეტულ გამოვლინებებში ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ წუთის სოფელს და აბსოლუტურად არაფერს ამ ქვეყნიურის გარდა. რაც არ უნდა მგზნებარედ ვამტკიცოთ, რომ უზომოდ გვიყვარს ადამიანთა სულები, ამით ბოროტებას სიკეთად ვერ გადავასხვაფერებთ. სწორედ ესენია ის სასიკვდილო ცოდვები, რომელთათვისაც იესო ჯვარზე იქნა მილურსმული. ჭეშმარიტება აგრეთვე ისიც, რომ ადამიანის ცოდვით დაცემული ბუნების, საზიზღარი და უხამსო გამოვლინებები წუთისოფლის სამეფოს განუყოფელ შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. ორგანიზებული თავშესაქცევი გართობა სეირები, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ზერელე და ფუქსავად სიამოვნებებს ენიჭებათ. ბიწიერ არაბუნებრივ და ბოროტზნედ ჩვეულებებზე დაშენებული გრძნობათა იმპერიები, მოუთოკავი მადა და დამახინჯებული გემოვნებები, გაყალბებული ურთიერთობების მქონე ხელოვნური და არაგულწრფელი ადამიანები, რომელთა ერთობლიობასაც ზეპურ საზოგადოებას უწოდებენ. ყველა ესენი ცოდვილ და ბიწიერ წუთისოფელს მიეკუთვნებიან. ზემოთ ჩამოთვლილი ხორცის მახასიათებლებია. ხორცი კი ხორცს წარმოშობს. ხორცისაზე აშენებს და ყველა უეჭველად ხორცთან ერთად დაიღუპება. ყოველივე ამას ქრისტიანმა თავი უნდა აარიდოს და როგორც წამბილ წავს გაექცეს. იგი მოვალია ყველაფერი ამგვარი უკან მოიტოვოს. არანაირი საერთო არ იქონიოს მათთან და პირისპირ შეღრესას წინ აღუდგეს მშვიდად, მაგრამ მტკიცედ ყოველგვარი კომპრომისისა და შიშის გარეშე. მნიშვნელობა არ აქვს წუთისოფელი მოგვევლინება თავისი მახინჯი ფორმებით თუ სათუთი და თვალწარმტაცი გარეგნობით, რომელშიც მზაკრობა და ვერაგობა იმალება. არ უნდა მოვწყუდეთ მისი არსი გამოვიცნოთ. თუ დაქორწინებული ვართ, გავეყაროთ და უკმეხათ უკუვაგდოთ. ჩვენ ვალდებულები ვართ სწორედ ასე მოვიქცეთ, თუ მართლა გულით გვწადია უფალთან სიარული ამ ცოდვილ მოდგმაში. როგორც ენოქი დადიოდა უზენაესთან თავის თაობაში და აღარ იყო, რადგან იგი ღმერთმა წაიყვანა. დაბადება 5:18-დან 24-ის ჩათვლით. წუთისოფელთან გათიშვა, მასთან ურთიერთობის გაწყვეტა, ჩამოშორება და სუფთად გვერდზე გამოყოფა უკიდურესად მნიშვნელოვანია. მეძავენო და მემრუშენო, თუ არ იცით რომ წუთისოფლის მეგობრობა ღვთის მტრობაა, ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა. ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამ ქვეყნიურს რასმე. ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში. მიდან ყოველივე რაც წუთისოფელშია, ხორციელი გულის თქმა, თვალთა გულის თქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, წუთისოფლისაგან არის. 1 იოანე 2:15-16. ამ მუხლებში მოყვანილი ღმერთის სიტყვები მხოლოდ წასაკითხად და განსასჯელად კი არ არის, არამედ მორჩილებით აღსასრულებლად. არანაირი უფლება არ გვაქვს ქრისტიანის წოდება დავიჩემოთ, თუ მისი მიმდევრები არა ვართ. პირადად მე დიდი შიშითა და სიფრთხილით ვეკიდები ყველანაირ რელიგიურ ფუსფუსსა და ალიაკოც, თუ იგი მონანიებამდე არ მიიყვანს ადამიანს. მონანიების ნაყოფი კი მორწმუნის წუთისოფლისგან მკვეთრი გამოყოფაა. მე ეჭვის თვალით ვუყურებ ნებისმიერ ორგანიზებულ გამოცოცხლების მცდელობას, თუ ისინი ცათასასუფევლის მკაცრ პირობებს გააბიაბურებენ. მნიშვნელობა არ აქვს, რაც არ უნდა მომხიბლელად გამოიყურებოდეს, ესა თუ ის რელიგიური მოძრაობა. თუ იგი არ არის დაფუძნებული სამართლიანობაზე და უბიწობაზე, ამასთანავე ნასაზრდოებით თვინიერებით, მაშინ იგი არ არის ღმერთისაგან. თუ ამგვარი სულიერი მოძრაობა მხოლოდ საკუთარ სარგებელს ეძებს და ყველანაირ ღვაწლს თავად მიიწერს, მაშინ იგი რელიგიური თაღლითობა და გაიძვერობაა. იგი არ უნდა პოულობდეს მხარდაჭერას არც ერთი ღვთისმოშიში ქრისტიანისგან. იმით მიხვდებით, რომ ესა თუ ის სულისკვეთება და წამოწყება ჭეშმარიტად ღმერთისგანაა, თუ იგი სულიწმიდას აღიარებს და პატივსა და დიდებას მას მიაგებს. ყველაფერ ამას კი ქრისტიანი საკუთარი ეგოს დათრგუნვის ხარჯზე აკეთებს. რათა იყოს, როგორც წერია, ვინც იქადის, უფლით დაიქადოს. 1 კორინთელთა 1:31. იერემია 9:23.